ბათუმში იუსტიციის სახლის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა დაათვალიერეს ბიზნესმენები იუსტიციის სახლის მუშაობის პრინციპს გაეცნენ. რა ოპერაციები სრულდება თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეებში, ასევე მათ ინფორმაცია მიიღეს სახელმწიფო მომსახურების სფეროში დანერგილი ონლაინ სერვისების შესახებ. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა იუსტიციის სახლის მომსახურებითაც ისარგებლეს და ბიზნესმენების ნაწილმა ID ბარათები დაჩქარებული წესით მიიღეს. ბიზნეს ასოციაციის წევრები ბათუმში სამღვდიანი კონფერენციის ფარგლებში იმყოფებიან, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით იმართება. უნდა უსმენდეს მოქალაქეებს, უნდა უსმენდეს ბიზნესს და შესაბამისად ჩვენ ვისმენთ მათ რეკომენდაციებს და მთავარი არის ეს თანამშრომლობის ატმოსფერო. ბევრმა მათგანმა აიღო ID ბარათი და მაისიდან ისინი შეძლებენ თავის კომპანიების მართვას ამ ID ბარათის მეშვეობით. შესაბამისად ყველა ამ პროცედურას ჩვენ მათ ვაცნობთ, რაც უფრო ეფექტურს და მოკლეს ხდის მთელი მსოფლიო მასშტაბით მათ ბიზნესს. ძალიან კარგი არის, რომ სახელმწიფო ვითარდება, ახალ სერვისებს თავარობს მოსახლეობას, ბიზნესს. ჩვენ შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი ბიზნესმენი ბევრ ამის დაინახავს კიდევაც, რომ თავის სასიკეთეს, რომელიც შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ. ერთი მხრივ ჩვენ ხედავთ რაღაცნაირად კონკურენციაში შედის სახელმწიფო და ბიზნესი, ჯანსაღ კონკურენციაში, რაც ალბათ ძალიან კარგი არის. იმედი გვაქვს, რომ ბიზნესიც რეალურად მხარს აუბამს.